ფეხბურთის კომპიუტერულ თამაშებში ნაკრების წევრი იყავი და იტალიაში იყავი რაღაც ტურნირზე წასული. და აღმოჩნდა რომ საიბერი მსოფლიო ჩემპიონატი იყო. და აღმოჩნდა რომ თქვენ ანუ საქართველოს ნაკრები და ყაზახები თამაშობდნენ კლავიატურით და ტიპებს ჰქონდა თუ ჯოისტიკებიო. აჰა, მართალია. რა შედეგი დადეთ იქ? მე ცუდი. მე ვიყავი მეორე ჯოისტიკი რა ეს ტიტული. ის პირველი ვინც იყო, იმან მოუგო ბრაზილიის ჩემპიონს და მასპინძეს იტალიის ჩემპიონს. ვა და თან ისე ხა ის იყო რა. მე მაშინ აღმოვაჩინე ვეგარი რაღაცა მოწუკიანი ბავშვების ასაკის ის არის რა. ჩემპიონატი კი არა, FIFA. სპორტი. ხო, ეგ სიმულატორი. ყველა იყო მაგასაკში რა 15, 16, 17, 19. მე ვიყავი მელოტი კაცი 28-ის თუ რაღაც ვიყავ. ანუ უკვე წილის ყრაზევე რაღაცა ჩემი თავი არ მომეჩვენა. სწორ ადგილას. და ვინც იყო ის ვინც არ იყო ამომხდარი იმ სიტუაციიდან პირველი ჯოისტიკი ვინც ყავდა, იმან მოუგო ხა ფეხბურთში ბრაზილიის ჩემპიონს მოუგებდა იტალიის მეტი ხა რა მოგეთხოვე პირველ ჩასვლა. ჩემი ჟოეს უმიგებენ მე აღარ ვეთამაშები ხო. იმით მოუგო თან კლავიატურით. აუ კლავიატური ძალიან რთული იქნა, მეც მითამაშია კლავიატურით. თან ეხლა კიდე რა მანდრა არ მithქვამს. იქ ვნახეთ პირველად ლეგალური Windows და ლეგალური ეს FIFA-ც. სამაგიეროდ ლეგალური თამაშები ქონდა ჩვენ ბავშვობაში დახუჭობანა დაჭერობანა. გახსოვთ ეგ თამაშები და რომელი გიყვარდათ განსაკუთრებით? სიყვარულით ეხარავი რა გითხრა და ის ყველა მითამაშია. მე ვცხოვრობდი 6 სადარბაზოიან კორპუსში ვარ გაზრდილი ქუთაისში. 26 ოჯახი და იქ იყო ამდენ კენჭობანა, რაღაცა გძელივირი, ლახტა. ლახტი? ლახტი არის. ლახტი არც მე არ მითამაშე არასოდეს. ძალიან აქტიურობს თამაში. ის ბრგვალივირი, გძელივირი ეგენი ხო, მაგრამ ლახტი არ ვითამაშე. ლახტი არც ისე უსაფრთხო თამაში მიგონია, კი არ წარმომიდგენია, მაგრამ აი დაწითლებული კოჭებით. ძალიან და განსაკუთრებით თუ ცუდი მოთამაშეა და ბალთა მოგარტყა. ეგ უფრო რაღაცა მგონია რომ ბაბუა ჩემის დროინდელი თამაშია. აუ ჩვენ თამაშობდით. ჩვენ თამაშობდით. ჩარჩენილები ვიყავით.